ბოლო საათებში გავრცელდა სენსიტიური და მნიშვნელოვანი ინფორმაცია ისრაელის არხი 14-ისთვის მიგუთნებული ცნობით. ირანის საგარეო საქმეთა მინისტრს არახჩის და ირანის პარლამენტის თავმჯდომარეს მოჰამად ბაქრ ღალიბაფს ისრაელისა და შეერთებული შტატების მხრიდან სავარაუდოდ მიეცათ დროებითი იმუნიტეტი 5-დღიანი ფანჯრის განმავლობაში, რომელიც დაკავშირებულია ირანთან მოლაპარაკებებთან. თავარია ეს ვერსია მედიაში გავრცელდა, თუმცა ოფიციალურად ჯერ არ დადასტურებულა ამ პროცესში ჩართულ პირები. არახჩი ირანის საგარეო საქმეთა მინისტრია და დიპლომატიაში ერთ-ერთი მთავარი ფიგურაა ომისა და საერთაშორისო ზეწოლის დროს. მოჰამად ბაქრ ღალიბაფი ირანის პარლამენტის თავმჯდომარე და რეჟიმის ძალაუფლების მთავარი ფიგურაა. წარსულში ის დაკავშირებული იყო უსაფრთხოების აპარატთან და რეჟიმის მკაცრ ხაზთან. სხვა სიტყვებით რო ვთქვათ, ეს არ არის მეორე ხარისხოვანი ფიგურები. თუ ინფორმაცია სწორია, ვსაუბრობთ ორ ცენტრალურ ფიგურაზე, რომლებიც თეირანთან პოლიტიკურ ან დიპლომატიურ კონტაქტებში საჭიროა. ეს ცნობები გამოქვეყნდა 2026 წლის 24 და 25 მარტს, იმ დროს, როდესაც დონალდ ტრამპმა გამოაცხადა 5-დღიანი ფანჯრის გახსნა. ირანის ენერგეტიკულ ინფრასტრუქტურაზე შესაძლო ახალი თავდასხმამდე. როიტერმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ ტრამპმა 5 დღით გადადო ირანში ენერგეტიკულ ობიექტებზე დაგეგმილი შეტევა. ამასობაში თეთრი სახლი აგრძელებდა სამხედრო ზეწოლას სხვა ტიპის ობიექტებზე. როგორც გამოქვეყნებული ინფორმაციით ირკვევა, ეს ეგრეთ წოდებული იმუნიტეტი იმგვარად იმუშავებდა, რომ არახჩისა და ღალიბაფს დროებით გარანტიას მისცემდა, რომ ამ მოლაპარაკებების პერიოდში მათ არ შეეხებოდნენ. ფაქტობრივად ეს ნიშნავს მინიმალური უსაფრთხოების ზოლის შექმნას, რათა რეჟიმის წარმომადგენლებს შეეძლოთ მოლაპარაკებებში მონაწილეობა ფიზიკური განადგურების უშუალო შიშის გარეშე. მაგრამ აქ ყველაზე მნიშვნელოვანი სიფრთხილეა საჭირო. ეს ჯერ კიდევ ჟურნალისტური ინფორმაციის დონეზეა და არა ოფიციალურად დადასტურებული. ესეთ კონფლიქტში გაჟონვები, საწინააღმდეგო სიგნალები და ნარატივის გამოცდები პოლიტიკური დაპირისპირების ნაწილია. რატომ იპყრობს ეს ამბავი ასეთ დიდ ყურადღებას? ის მიანიშნებს, რომ აგრესიული განცხადებების მიღმა შესაძლოა რეალური მცდელობა იყოს კონტაქტზე იმ ფიგურებთან, ვინც მოლაპარაკებული გამოსავლისთვის სასარგებლოდ მიიჩნევიან. Washington Post-მა გაავრცელა, რომ ტრამპმა თქვა ირანის სწორ ლიდერებთან ვსაუბრობო, თუმცა თეირანმა მოლაპარაკებები საჯაროდ უარყო. როიტერსმა აჩვენა, რომ ირანმა პოზიცია გაამკაცრა და პროგრესს მხოლოდ სერიოზული დათმობების, უსაფრთხოების გარანტიების, კონფლიქტის დასრულებისა და ომის ზიანის ანაზრაურების შემთხვევაში. არსებობს მცდელობა და მიზეზი, რომ ეს ინფორმაცია ფართოდ გავრცელდა. ღალიბაფი უკვე მოიხსენიება, როგორც აშშ-თან დიალოგის არხი. Guardian-ის მიხედვით, ზოგიერთი დამკვირვებელი მას დიალოგის პარტნიორად მიიჩნევს. თუმცა ის კვლავაც მჭიდროდ არის დაკავშირებული ირანის მკაცრ ხაზთან და არ ფლობს საბოლოო ძალაუფლებას, რომელიც შეიძლება შედარდეს უმაღლესი ლიდერის ძალაუფლებას. ვაშინგტონი მასში შესაძლებლობას ხედავს, მაგრამ რეალური მოლაპარაკება ჯერ ვერ ხერხდება. ისევ რეჟიმის ყველაზე დახურულ ბირთვს ეჯახება. დღეს ზუსტი სურათია. ტრამპმა გახსნა 5-დღიანი თანჯარა. არის ინფორმაცია, რომ შუამავლები ავრცელებენ წინადადებებს და მედია წერს დროებით იმუნიტეტზე, რომელიც არახჩისა და ღალიბაფს შესთავაზეს. დღეს ყველაზე გონივრულია იმუნიტეტი დასრულებულ ფაქტად არ მივიჩნიოთ, არამედ როგორც მნიშვნელოვანი ინფორმაცია განვიხილოთ. კულისებიდან, ჟურნალ მანია.